დღეს წითელი პარასკევია. ეკლესიის მიერ ნების კვირის ყველაზე მძიმე კვირის დღე გაიხსენება. ის მოვლენები, რომლებიც 2000 წლის წინ იერუსალიმში მოხდა, ინარჩუნებს ძლიერ და მყარ კავშირს ჩვენთან დღეს. ის რაც მოხდა 2000 წლის წინ, პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ ვინ ვართ, რა გვწამს, რატომ გვწამს, როგორ ცხოვრობთ. თუნდაც ისეთ ვიწრო და ელემენტარულ საგნებთან, როგორიც არას ვჭამთ, რას უსმენთ, რას ვუყურებთ, სად მუშაობთ, სად დავდივართ, რა გვაცვია და ასე შემდეგ. ყველაფერს ამას კავშირი აქვს ჩვენი სულების ხსნასთან, რომელიც 2000 წლის წინ იესო ქრისტემ ჯვარზე აღასრულა. ყველაზე მძიმე დღე კაცობრიობის ისტორიაში. ყველაზე უცნაური, ყველაზე გამოუკლევი, მაგრამ მეორეს მხრივ აღმაფრთოვანებელი. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ დღეს 15 წუთი, 20 წუთი, ჩვენ ვერ ამოვწურავთ თეოლოგიურ გაგებას იმისა, თუ რა მოხდა რეალურად 2000 წლის წინ გოლგოთის ჯვარზე. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, ავად თუ კარგად ვერ იქნება ბოლომდე გაგებული ჩვენი გონების მიერ, თუ რა გააკეთა ქრისტემ გოლგოთის ჯვარზე ჩვენთვის. თუმცა ეკლესია იხსენებს, ეკლესია ხაზს უსვამს ქრისტეს მსხვერპლს და დღეს ჩვენც უფლის მადლით გავიხსენებთ იმას, თუ რა მოხდა გოლგოთის ჯვარზე. მარკოზის სახარება მე-15 თავი. წავიკითხავთ 22 მუხლიდან 39 მუხლის ჩათვლით. მარკოზის სახარება თავი მე-15 22 მუხლიდან 39 მუხლის ჩათვლით. კითხულობთ წმინდა წერილს. და მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს, და მიაწოდეს მას მუსნარევი ღვინო დასალევად, მაგრამ არ მიიღო. და ჯვარს აცვეს და გაიყვეს მისი 60 წილის ყრით, ვის რა ერგებოდა. მესამე საათი იყო, როცა ჯვარს აცვეს იგი. იყო წარწერა მისი ბრალდებისა, მეფე იუდეველთა. მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ, მეორე მარცხნივ. დასრულდა წერილი, რომელშიც ნათქვამია, ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხა. გამლელები თავს აქნევდნენ და გმობდნენ მას, დამბობდნენ, ეჰე, ტაძრის დამანგრეველო და 3 დღეში აღშენებელო. იხსენ საკუთარი თავი და გადმოდი ჯვრიდან. ასევე ღვთისმთავარნი წიგნობართან ერთად დასცინოდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ, სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. ქრისტე მეფე ისრაელისა, ჩამოვიდეს ახლა ჯვრიდან, რომ ვიხილოთ და ვირწმუნოთ. მასთან ჯვარცმუნებიც განწყავდნენ მას. მე-6 საათზე ბნელმა მოიცვა მთელი ქვეყანა მე-9 საათამდე. მე-9 საათზე შეძახა იესომ დიდი ხმით, ელოი, ელოი, ლამა საბათქანი, რაც ნიშნავს ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე. იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა მოისმინეს და თქვეს, აჰა, ელიას უხმობსო იგი. ერთი ვიღაც გაიქცა ღრუბელი ძმრით გაჟღინთა წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა დასალევად. თან ამბობდა, აბა ვნახოთ, თუ მოვა ელია მის ჩამოსახსნელად. იესომ ხმამაღლა შეძახა და სული განუტევა და ტაძრის კრედსაბმებელიორად გაიპო თავიდან ბოლომდე. როცა მის წინაშე მდგომმა ასისთავმა დაინახა, რომ ასე შეძახა და სული განუტევა, თქვა, ჭეშმარიტად ღვთისზე იყო ეს კაცი. დაახლოებით 500 წლით ადრე იესოს ტანჯვამდე ესაია წინასწარ მეტყველებდა, რომ ღმერთი გამოგზავნიდა თავის მსახურს. მართალ მსახურს, რომელიც დაიტანჯებოდა, რომელიც აიტანდა ტკივილს, დამცირებას და რომელიც დაიჯებოდა ჩვენი ცოდვების მაგივრად. დღეს, როცა ჩვენ გვესმის და ვფიქრობთ იმაზე, თუ რა მოხდა გოლგოთის ჯვარზე, მაინც მივდივართ ერთ კითხვასთან. რატომ მოხდა ის, რაც მოხდა? რატომ დაუშვა ღმერთმა თავისი ძის სიკვდილი? რატომ იყო ეს საჭირო, აუცილებელი და გარდაუვალი? ეს არის ერთადერთი კითხვა, რომელთანაც ობიექტურად მივდივართ ჩვენ. რატომ მოხდა ქრისტეს ჯვარცმა? რატომ
დასჭირდა ღმერთს გაეარა ასეთი მძიმე წარე გზა. შეიძლება ვთქვათ ბევრი ჩვენი ნაზრევი, მაგრამ მე მინდა დღეს კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად გავიხსენო წმენის ავტორიტეტული დოკუმენტის, ჰაიდელბერგის აღსარების 4 კითხვა, რომელიც ეხება ქრისტეს ჯვარცმას. ჰაიდელბერგის კატეხიზმო, დღე მე-16, როგორც ის ორგანიზებულია. 4 კითხვა, რომელიც ეხება ქრისტეს ჯვარცმას, რომელიც უკავშირდება იესოს ტანჯვას, სიკვდილს და დაფლვას. და მოდით ერთად გავარკვიოთ, რატომ გახდა საჭირო ის, რაც მოხდა, რატომ იყო აუცილებელი, გარდაუვალი ქრისტეს ტანჯვა, ვნება და სიკვდილი. მე-40 კითხვაში ჰაიდელბერგის კატეხიზმო ეს დოკუმენტი დაწერილია 1566 წელს. ამით მინდა ხაზი გაუსვა, რამდენად ძველია ის, რამდენად ავტორიტეტულია ის 1563 წელი. პირველი კითხვა, რომელიც ეხება ჯვარცმას, არის შემდეგნაირად, ფორმულირდება შემდეგნაირად. რატომ უნდა ვნებულიყო ქრისტე და მომკვდარიყო ის? სხვაგვარად რომ დავსვათ კითხვა, რატომ უნდა ეტანჯა და განეცადა სიკვდილი მას? შეუძლებელია ისაუბრო ქრისტეს ჯვარცმაზე, ქრისტეს ვნებაზე და ტანჯვაზე, რომ არ გაიხსენო ის, რაც უძღოდა ამ ყველაფერს წინ ძველ აღთქმაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევძლებთ ყველაფრის აღნიშვნას და გახსენებას, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არა ცოდვა, რომ არა ჩვენი ცოდვა, ჩემი ცოდვა ღმერთს არ დაჭირდებოდა ადამიანად გახდომა. სწორედ ადამიანის ამბოხმა, ადამიანის შეცოდება ღმერთი ჩააყენა ისეთ მდგომარეობაში, რომ მან გადაწყვიტა ეხსნა თავისი ქმნილება. ღმერთს იმდენად უყვარდა თავისი შექმნილი პიროვნება, რომ მან გადაწყვიტა, რომ ეხსნა ის ცოდვისაგან. თუ ჩვენ ვსაუბრობთ წითელ პარასკევზე და გვავიწყდება ცოდვა, მაშინ ჩვენ ვივიწყებთ ამ დროს მიზეზს, ფესვს, რატომაც დასჭირდა ღმერთს აქ ჩამოსვლა. ქრისტე უნდა ვნებულიყო და ტანჯულიყო, იმიტომ რომ მას აეღო ჩვენი ცოდვის საზღაური. ბიბლია ამბობს, რომ ჩვენი ცოდვის გამო ვიმსახურებდით სიკვდილს. ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, წერს ბიბლია. ებრაელთა მიმართ წერილში მე-9 თავში წერილის ავტორი ამბობს, რომ სისხლის დაუღრელად არ ხდება მიტევება. სისხლის დაუღრელად არ ხდება მიტევება. აი როგორ სემს პასუხს ამ კითხვაზე ჰაიდელბერგის კატეხიზმო. რატომ უნდა ვნებულიყო ქრისტე და მომკვდარიყო? იმიტომ რომ ღვთის სამართლიანობა და ჭეშმარიტება მოითხოვდა ამას. სხვას არავის და არაფერს არ შეეძლო გადაეხადა ჩვენი სოდვების საფასური გარდა ღვთის ძის სიკვდილისა. სხვას არაფერს და არავის არ შეეძლო გადაეხადა ჩვენი სოდვების საფასური გარდა ღვთის ძის სიკვდილისა. აუცილებელი იყო კრავი, აუცილებელი იყო უმანკო მსხვერპლი, რათა მოეტანა ტანჯვის გზით სოდვების საზღაური, სრული საზღაური. ის უნდა ყოფილიყო ერთის მხრივ ადამიანი, იმიტომ რომ ადამიანი უნდა დაისაჯოს ადამიანის სოდვის გამო, მაგრამ მეორეს მხრივ უნდა ყოფილიყო უმანკო, უბიწო, სრულყოფილი, მარადიული, წმინდა, ნამდვილი, ჭეშმარიტი მსხვერპლი. ასეთი იყო ღვთისზე, ნამდვილი ღმერთი. სისხლის დაუღრელად არ არსებობს მიტევება. მეორე კითხვა ჰაიდელბერგის კატეხიზმოდან. რატომ დამარხეს ქრისტე? რატომ იქნა ის დამარხული? პასუხი არის შემდეგი. მისი დამარხვა ამტკიცებს იმას, რომ ის ნამდვილად მოკვდა. ნამდვილად მოკვდა. ქრისტეს ტანჯვები არ იქნებოდა საკმარისი ჩვენი ხსნისთვის. ქრისტეს დამცირება არ იქნებოდა საკმარისი ჩვენთვის. ქრისტეს უარყოფაც არ იქნებოდა და ღალატიც საკმარისი ჩვენი განთავისუფლების და გამოხსნისთვის. აუცილებელი იყო, რომ მესია მომკვდარიყო. ეს დამცირების გზა, რომელიც ღვთისძემ გაიარა შობიდან სიკვდილამდე, სწორედ თავის უმაღლეს მწვერვალს ხვდება ჯვარზე. ქრისტეს ჯვარზე სიკვდილი ეს არის უკიდურესი წერტილი. როდესაც ნამდვილად ღვთისძე აღასრულებს ღვთის ნებას, სიკვდილი იყო გარდაუვალი. და სწორედ სიკვდილი სრულდება და
დაფლით სრულდება იესო ქრისტეს დამცირება. ცნობილი ქართველი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი საოცრად აღწერს პოეტურად ქრისტეს დამცირებას. ის ამბობს, ვაი, რა კარგი საჩინო რა პოროტად მოგიზღეს. ის მთელი ემოციით აღწერს ქრისტეს ტანჯვას, ვნებას და დაფლას. დებოდა ძმებო, ყველაფერი ეს შეიძლება დარჩეს ლამაზი ლიტერატურის ნაწარმოება, თუ ჩვენ გათავისებული არ გვაქვს, რა კავშირი აქვს ამას ჩვენთან. იესოს სიკვდილი იყო აუცილებელი იმისათვის, რომ ღმერთს მიეღო მისი მსხვერპლი. წმინდა ათანასე ალექსანდრელი ამბობს შემდეგ სიტყვებს: ჩვენ ადამიანები ვკვდებით, რადგან ვიბადებით. იესო ქრისტე კი დაიბადა, რათა მომკვდარიყო. მიეღო სიკვდილი ადამიანებისაგან, რათა ეს სიკვდილი, რომელიც მის ხელს შეეხო, საბოლოოდ განადგურებულიყო, როგორც ჩალა ცეცხლში. კიდევ ერთხელ მეორებ, მიეღო სიკვდილი ადამიანებისაგან, რათა ეს სიკვდილი, რომელიც მის ხელს შეეხო, საბოლოოდ განადგურებულიყო, როგორც ჩალა ცეცხლში. თქვენ არ იფიქროთ, მხოლოდ ებრაელებს მიუძღვით ქრისტეს სიკვდილში ბრალი, არ იფიქროთ, რომ რომაელები არიან დამნაშავეები. დებოდა ძმებო, თითეული ცოდვილი ადამიანი არის თანამონაწილე ქრისტეს სიკვდილისა. ჩვენმა ცოდვებმა აიძულა ღმერთი მომკვდარიყო. ჩვენი ცოდვები გახდა მიზეზი იმისა, რომ ქრისტე ვნებულიყო ჯვარზე. მესამე კითხვა. ჰაიდელბერგის კატეხიზმოდან, რიგობრივად 42. მას შემდეგ, რაც ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, რატომ კვდებით მაინც? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ქრისტე მოკვდა, მაშინ რატომ კვდებიან მორწმუნეები? პასუხი. ჩვენი სიკვდილი არ იხდის ჩვენი ცოდვების საფასურს, არამედ ის ასრულებს ჩვენს შეცოდებას, ანუ წვიტავს ჩვენი ცოდვების ჩადენას და სიკვდილი ხდება შესასვლელი, ანუ კარიბჭე მარადიულ ცხოვრებაში. ჩვენი სიკვდილით ჩვენ არ შეგვიძლია რომ გადავიხადოთ ჩვენი ცოდვების საფასური. არამედ ქრისტეს სიკვდილით. ჩვენი ცოდვები ბუნებრივად გამოიღებს ნაყოფს როგორც სიკვდილი, მაგრამ სიკვდილი ეს ჩვენთვის არის შეცოდების დასასრული, რომელიც მეორეს მხრივ კარს უღებს მარადიულ ცხონებას. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი აზრი? იმიტომ რომ ადამიანები ცდილობთ ჩვენი კეთილი საქმეებით მოიპოვოთ ის, რაც ქრისტე მოიპოვა ჩვენთვის ჯვარზე. ჩვენ ცდილობთ საკუთარი თავის ვნებით, ან ხშირად ფიქრით იმაზე, რომ ღმერთი გვჯი ჩვენი ცოდვების გამო მოიპოვოთ ჩვენ ხსნა და ავღმოჩნდეთ ადგილას, ოდესაც ჩვენ ვიტყვით, რომ ჩვენ შეგვიძლია მოიპოვოთ გამართლება, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი თავების ხსნა, ჩვენ უსუსურები. ღმერთი არ შეხედავს ასეთ მსხვერპლს. გავიხსენოთ მსხვერპლი სამყაროს საწყისიდან აბელისა და კაინის მიერ მოტანილი. დებოდა ძმებო, კაინმაც მოიტანა კარგი მსხვერპლი. მაგრამ ღმერთი მოითხოვდა უნაკლო ცოცხალ მსხვერპლს, რომელსაც ექნებოდა სისხლი. რატომ? იმიტომ რომ ბიბლიაში წერია, რომ სისხლში არის სიცოცხლე. ღმერთმა გადახედა აბელის მსხვერპლს, იმიტომ რომ სწორედ სისხლში, იმ ცოცხალ არსებაში, ღმერთმა დაინახა მონაცვლეობა სიცოცხლის. ცოდვების გამო აუცილებლად უნდა მომკვდარიყო. საპასუხო კრავი მსხვერპლად უნდა შეწირულიყო. და ნამდვილი მსხვერპლი აღმოჩნდა იესო ქრისტე. ნამდვილი საპასუხო კრავი აღმოჩნდა იესო ქრისტე, რომელმაც მოიტანა სრულყოფილი მსხვერპლი. ჩვენი სიკვდილი არ შეიძლება იყოს საფასური, მაგრამ ჩვენი სიკვდილი ქრისტეს რწმენის შემდეგ შეიძლება გახდეს კარიბჭე მარადიულ ცხონებაში შესასვლელად. როდესაც იესო ჯვარს აცვეს, დებოდა ძმებო, ეს იყო საოცარი სცენა. აგონიაში მყოფი ქრისტე უამრავ რამოდენიმე სიტყვას ამბობს ჯვრიდან, მაგრამ ყველაზე მეტად რაც წავიკითხეთ, ჩვენ მაინც გვეხება სიტყვა, როდესაც ის ეძახის, ყვირის და უხმობს თავის მამას. მაგრამ აქ უკვე მამას არ ამბობს, აქ ამბობს ელი ელი ლამა საბათქანი. მამა სმაგივრად ის იძახის, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე. დააკვირდით, რატომ ის არ იძახი, ჩემი ფეხები, ჩემი ხელები, ჩემი თავი, ჩემი ზურგი? რატომ ამბობს ის ღმერთო ჩემო? იმიტომ რომ ფიზიკური ტკივილი არაფერი არ იყო იმ ტკივილთან შედარებით, რომელსაც ის განიცდიდა
იმ ურთიერთობის დაკარგვით, რომელიც ჰქონდა მას თავის მამასთან. ყოველთვის როცა იესო ლოცულობდა, ის ამბობდა მამაო ჩემო, მამაო, მაგრამ აქ იესო ამბობს ღმერთო ჩემო. არა ჩემო ფეხებო, არა ჩემო ხელებო, არა ჩემო თავ, არამედ მამაო ჩემოს. მაგივრად ის ამბობს ღმერთო ჩემო. სამწუხარო ცოდვის შემდეგ ადამიანსა და ღმერთს შორის გაჩნდა დიდი უფსკრული, სიცარიელე. და ამის ამოსება შეიძლებოდა ხიდით. და ეს ხიდი გახდა ქრისტეს ჯვარცმა, რომელმაც ჩატეხილი ხიდი გააერთიანა და დაგვაკავშირა ღმერთთან. ჩატეხილი ხიდი, რომელიც გვაერთიანებდა ჩვენს შემოქმედთან, ახდა ქრისტეს ჯვრის მეშვეობით. იესოს ჯვარცმა და სიკვდილი წარმოადგენდა ერთადერთ ობიექტურ და აუცილებელ გამოსავალს იმ დილემიდან, რომელიც ცოდვის შეცოდების შემდეგ დადგა. ასეთი იყო რეალობა, რომელიც კაცის წინაშე იდგა, მაგრამ ღმერთმა გადაწყვიტა ადამიანების ხსნა და რას ვკითხულობთ იოანეს სახარებაში მესამე თავში, როცა ქრისტე ესაუბრება ნიკოდემოს. ის ამბობს, როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს კაცის ძე, რათა არც ერთი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. ნიკოდემოს ძალიან კარგად ესმოდა რა განსაზღვრება ჰქონდა გველს უდაბნოში. როდესაც გველით დაკმენილები იტანჯებოდნენ და კვდებოდნენ, მოსემ ღვთის მითითებით აღმართა სპილენძის გველი, რათა ყველა ვინც მას შეხედავდა, გადარჩენილიყო. ყველა ვინც მას შეხედავდა, გათავისუფლებულიყო და განკურნებულიყო. და ბოლო კითხვა კატეხიზმოდან. რა სარგებელს ვიღებთ ქრისტეს მსხვერპლისაგან და ჯვარზე სიკვდილისაგან? რისთვის მოკვდა ის? მოკვდა ის ყველასთვის თუ მხოლოდ ჩვენთვის? ეს არის კითხვა, რომელიც დღესაც აქტუალურია. პასუხი არის შემდეგნაირი. ქრისტეს ძალით ჩვენი ძველი ბუნება მასთან ერთად ჯვარზეა გაკრული. მოკლული და დამარხული, რათა ჩვენი ხორციელი ბოროტის სულები აღარ გმართავდნენ ჩვენ. არამედ ამის მაგიერ შეგვეძლოს საკუთარი თავები შევწიროთ მადლიერების მსხვერპლად მას. კატეხიზმი ამბობს, რომ ქრისტეს ძალით მისი სიკვდილის გამო ჯვარზე ჩვენი ძველი ბუნება ახლა უკვე არის ჯვარცმული, მოკლული და დამარხული. და ჩვენი ხორციელი სულები ვეღარ ბატონობენ, ვეღარ უფლობენ ჩვენზე. ამის მაგიერ ჩვენ ახალი სიცოცხლით ვცხოვრობთ, რათა ჩვენი თავები შევწიროთ მას როგორც მადლიერების მსხვერპლად. თუ ჩვენ ბიბლიას ვკითხულობთ და აღმოვაჩენთ, რომ მასში არის უამრავი მითითება, მაგრამ არ ვიცით როგორ გავაკეთოთ, არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვავიწყდება ქრისტეს ჯვარცმა და ქრისტეს საქმე. ის რაც გააკეთა, რატომ გააკეთა? იმისათვის, რათა ჩვენ გავთავისუფლებულიყავი და ჩვენთვის მოეტანა პატიება. როდესაც წმინდა პავლე საუბრობს ეფესელთა მიმართ მეხუთე თავში, რომ ჩვენ ადამიანებმა უნდა მივბაძოთ ღმერთს როგორც საყვარელმა შვილებმა, ვიაროთ სიყვარულში ისე როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მიცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად, სამკეთილ სურნელებად. როდესაც ჩვენ ამ მუხლს ვკითხულობთ, ჩვენ გვავიწყდება რა არის ამ მუხლის წინ. პავლე ამბობს, მაშ მიბაძეთ ღმერთს. სიტყვა მაშ გადათარგმნილია როგორც კავშირი, მაგრამ ორიგინალში დაწერილია სიტყვა იმის გამო, რომ რის გამო შეგვიძლია ჩვენ ვიცხოვროთ, რის გამო შეგვიძლია ჩვენ გქონდეს გათავისუფლებული გული და ახალი ცხოვრების შანსი. წინა მუხლში პავლე ამბობს, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა. როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა. თუ არ არსებობს ჯვარცმა, მაშინ ჩვენთვის შეუძლებელი არსებობდეს გათავისუფლება და პატიება. სწორედ ჯვარცმის შედეგად ქრისტე ვპატიობს, სწორედ ჯვარცმის შედეგად ჩვენ ვიღებთ გამართლებას, უსასყიდლოდ. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი. არა უბრალოდ სწავლება გამართლების შესახებ, არამედ იმის შესახებ, რომ ქრისტეს მსხვერპლს აქვს დღესაც ზალა. წავდგეთ ღვთის წინ გამართლებულები. შეუძლებელია ამ დღეს ვიდგეთ აქ და ვსაუბროთ ქრისტეს ჯვარცმაზე და არ გავიხსენოთ ბრიტანელი თეოლოგი ჯონ სტოტი. თავის უშესანიშნავეს წიგნში ქრისტეს ჯვარი საუბრობს შემდეგს.
ჯვარზე წმინდა სიყვარულით ღმერთმა ქრისტეს მეშვეობით ჩვენი ურჩობის სრული საჭელი თავად გადაიხადა. სწორედ თავისი სიკვდილით სურდა მას, რომ ყველას გაგხსენებოდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრისტიანობა ჯვრის გარეშე არ არსებობს. თუ ჯვარი არ წარმოადგენს ჩვენი რწმენის ცენტრს, მაშინ ჩვენი რწმენა არ არის იესოს რწმენა. ჯვარი არის ცენტრი და გულის გული ჩვენი რწმენისა და ჩვენი ცხოვრებისა. იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ ისე როგორც გვწამს. დებოდა ძმებო, ამ დღეს მოდი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და დავფიქრდეთ, რატომ მოუწია ღმერთს ყველაფერი იმის გავლა, რაც გაიარა მან. ტიმ კელერი პასუხს ამგვარად სცემს ამ კითხვას, რატომ მოგდა ღმერთი? იმიტომ რომ ღმერთს ჯვარცმამდე არ გააჩნდა ის, რაც იყო მისთვის ძვირფასი. ეს იყო ჩვენი თავი. სწორედ ჯვარცმის შედეგად, მისი სიკვდილის შედეგად ღმერთმა შეგვიძინა ჩვენ. ჩვენ გავხდით მისი შვილები. ჩვენ გავხდით მისი ერი. როცა ამბობს იესო, ჩემო ღმერთო, ეს არის განსაკუთრებული ენა. ძველ აღთქმაში ღმერთი ამბობს, თუ მომისმენთ მე ვიქნები თქვენი ღმერთი და თქვენ იქნებით ჩემი ხალხი, ჩემი შვილი, ქრისტეს სიკვდილისა და ჯვარცმის მეშვეობით. ყველაფერი იმის გამო, რაც მან გააკეთა, ჩვენ გვეკუთვნის აღთქმა. ჩვენ ვართ მისი შვილები, გათავისუფლებულები, ნაპატიები, გამართლებულები. და ჩვენ შეგვიძლია რომ ახლა პატიების შედეგად, გამართლების შედეგად, იმის გამო, რომ ის ხედავს ქრისტეში ახალ პიროვნებად, ვიცხოვროთ წმინდა და სათნოთ მისთვის. ქრისტეს მადლის გამო. მოდი წამო